თბილისის საკრებულოში ქართული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. წლის საუკეთესო კალიგრაფი გიორგი სისაური გახდა. კალიგრაფიის კონკურსში წელს პირველად მსჯავრდებული და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პირები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე კალიგრაფიული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსი ყოველწლიურია და განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2010 წლიდან ტარდება. მის მიზანი ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია. პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ კონკურსში, ჩვენი სამინისტრო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მე ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ გამარჯვებული არის კონკურსში გამარჯვებული არის საჯელასრულების დეპარტამენტის მსჯავრდებული, რომელიც ჩვენთან ერთად იზიარებს გამარჯვების სიხარულს. ამ კონკურსის მთავარი შედეგი ის არის, რომ ეს დარგი ქართული კალიგრაფია, რომელიც ერთგვარად მივიწყებული იყო, დაადგა აღორძინების გზას. მე ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ ამ კონკურსის და დაარსების დღიდან პირველი წლიდან მივიღებ ამ კონკურსში მონაწილეობას და სხვადასხვა კატეგორიებში ვიმარჯვებ და ძალიან კარგი არის ეს კონკურსი, იმიტომ რომ პოპულარიზაცია ხდება ქართული დამწერლობის.